ვა, აგრე კითხვა. მამასთან ურთიერთობა რო გავიხსენოთ, დატო თუ შეიძლება. ცდილობდა მამა ჩემი რომ არაფერი არ მომკლებოდა შესაძლებლობის ფარგლებში. მეც ახლა სულელი არ ვიყავი და ხვდებოდი რომ რაღაცეების შესაძლებლობა მამა ჩემს არ ქონდა. ისე გამზარდა. ზუსტად რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისე გამზარდა რომ ხვდებოდი რომ ნდობა მქონდა ამ კაცის რა. რაიმე მოგება და არ მიღირდა მამა ჩემის ნდობის დაკარგვა და შეყვარებული მყავდა რა. და მინდოდა საჩუქრის ჩუქა ფულის აუნა მქონდა მე-6 კლასში. მე-6 კლასში შეყვარებული თუ ყავდა საღოლში. პატარაობაში ფეხბურთის თამაშის დროს გეძახდნენ ამოდი ჭამე და ჩადე. ანუ შენ არ გო ოჯახურ ტრადიციას. ხო, არაფერი მამა ჩემთან არ გაუკეთება ისეთი რაც ეხლა რომ დავფიქრდე, ცუდი იყო, რო თქვა, იმიტომ არასდროს თავზე არ მოუხვევია თავისი აზრი მაგალითად. და ზოგადად შეხედულებები რაც ქონდა ცხოვრებაში, არასდროს უცდია რომ გავლენა მოეხდინა ჩემზე მაგ კუთხით. ერთადერთი იყო, ის რომ შიში მქონოდა და მამა ჩემი კაცრი ყოფილიყო ჩემს მიმართ. შეიძლება უფრო მეტი რაღაც დამეშავებინა. ვიდრე ამ სიტუაციაში, როდესაც მერიდებოდა რომ არ გამეკეთებინა რამე ისეთი რაც ამას ეწყინებოდა. და მასწავლებლმა მოგითხარ რა არის ეს რა გინდა და ცეცხლნა დავანთო და ჩავაგდო შიგნით. ჩვენ ჩაგვიყრია ცეცხლში ეს უკნია. პირველი მოგონება რომელიც ნახავთ ის რომ ჩემია იყო სპიტაკის მიწისძვრა. მე ვიყავი სპიტაკის დროს 4 ან 5-ის მომენტები იყო რომელიც მე ახმად სუდად აღვიქვი რა და მიმოქმედა რაღაცნაირად ჩამოყალიბებაზე მე მგონი. ეს იმდენად სუდად ჩამჩა და იმდენად იმოქმედა ამან. რომ დღემდე მახსოვს რა, დღემდე როგორ აწუხებს ვიცი, რომ აი რატო რა ვაკეთე ეს. ხო, ადამიანურია, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იხუმრო და ბევრად უფრო მარტივი ხდება ალბათ მე რაღაცების დანახვა საკუთარ თავში, როდესაც შეგიძლია რომ საკუთარ თავს დასცინო. მე საერთოდ მგონია რომ ადამიანი რაც უფრო ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს საკუთარ თავს უფრო უკეთესია. სპოილერი გამომივა, ოღონდ ეს ვიდეო დაალაიქეთ.